თანამედროვე საზოგადოებებში, როგორც დასავლურში, აღმოსავლურში, უფრო მეტად დასავლური ტიპის დემოკრატიულ საზოგადოებებში ხელისუფლების რამდენიმე შტო არსებობს. ეს არის სასამართლო ხელისუფლება, ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება და მეოთხე ხელისუფლება წოდებული მასმედია. რა ხდება ჩვენ შემთხვევაში? საკანონმდებლო ორგანო, ეს არის ის ორგანო, რომელიც არჩეულია ხალხის მიერ წესით თანაბარი და სამართლიანი არჩევნების შედეგად, რომელიც იღებს კანონებს, ბიუჯეტს და ასევე აკონტროლებს, აქვს მექანიზმი იმისა, რომ გააკონტროლოს მის მიერ მიღებული კანონების კარგიანობას და შესრულების დონეც და ხარისხიც. მეორე ხელისუფლება, ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელსაც მთავრობა შეიძლება უწოდოთ და ასეც ქვია, რომელიც ანგარიშვალდებულია საკუთარი ხალხის წინაშე, რომლის ქმედებაც არის საჯარო, იდეაში ასია და რომელიც ვალდებულია განახორციელოს კანონის უზენაესობა და რომლის უფლება განახორციელოს ის ყველა შეასრულოს ის კანონი, რაც მიიღო პარლამენტმა, სენატმა, კონგრესმა აქვს მნიშვნელობა, განახორციელოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ეკონომიკური პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, განახორციელოს სამხედრო თავდაცვითი უნარიანობის გაძლიერებისათვის მიმართოს უბრალოდ ამ ქმედებებს და თავისთავად, როგორც აღნიშნეთ, უნდა იყოს საჯარო და გამჭვირვალე მისი ყველა ქმედება, ყოველი თეთრი უნდა იყოს საჯარო და გამჭვირვალე. და რა ხდება ჩვენ შემთხვევაში? ხო, და სასამართლო, რომელიც დამოუკიდებელია, იდეაში სამივე, ოთხივე ხელისუფლება ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენთან ეს არ ხდება ასე სამწუხაროდ. სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს ყველაზე დამოუკიდებელი ორივე ამ შტოსგან, ის უნდა იღებდეს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ქვეყანაში არ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის უნდა იყოს კანონის უზენაესობის დაცვის გარანტი და სიმბოლო. და მასმედია, რომელიც შეიძლება ითქვას არ აძინებს არც ერთ ხელისუფლებას თავისი ჟურნალისტური შეკითხვებით, ძიებებით და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ჩვენთან ეს ბალანსი დარღვეულია და ოთხივე შტო, ასე ვთქვათ, ხელისუფლების რაღაცნაირად ერთი მართვის მექანიზმის ხელშია მოქცეული და სამწუხაროდ ის ხდება ჩვენს ქვეყანაში, რაც ხდება და დღევანდელის რაც გაურკვეველი საპოლიციო კონტროლის მექანიზმის შექმნა თურმე სოციალური ქსელების კომენტარების სიძულვილის ენის აღმოსაფხროდად, ეს არის საზოგადოების დაშინების და გაკონტროლების კიდევ ერთი მექანიზმი, რომელიც დაღუპავს სახელმწიფოს.